ჩემ ცხოვრებაში კალათბურთი გამოჩნდა სადღაც 16 წლის როცა ვიყავი, ანუ 8 წლის წინ. უბრალოდ ეზოში თამაშობდი და ძალიან მოვიხიბლე ამ სპორტით და იმის მერე თამაშობ და არ გავჩერებულ ვარ. სირთულეების დაძლევა ნამდვილად ერთ-ერთია, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაზე დაბალი ვიყავი ხოლმე მოედანზე და ასევე, გუნდური მუშაობა რაც არის, გუნდის ქონა, რაღაც ისეთი მეგობრების და ახლობლების გაჩენა, რომელიც სისხლით დაკავშირებულები არ არიან თუნდაც და ცხოვრებისეულად მგონია, რომ არა მარტო კალათბურთი, გუნდური სპორტები ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩემი პროფესია არის IT development-ი, უკვე ამ პროფესიაში ვარ 4 წელია და უბრალოდ სტუდენტური სტაჟირებით მოხდა ჩემი აყვანა კომპანიაში. ამის მერე იმ კომპანიის ერთგული ვარ, ასე ვთქვათ და გავიზარდე ამ კომპანიაში და ჯერჯერობით ისევ აქ ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აქტიურად ყოფნა, ფიზიკურად აქტიურად ყოფნა. ამიტომ სხვადასხვა სპორტებს უთავსებ კალათბურთს. ამჟამად ცოცვით ვარ ძალიან გატაცებული, თუმცა ზაფხულში ლაშქრობაც მიყვარს და ასევე ადრენალინის მოყვარულიც ვარ და მოტოციკლითაც უკვე 1 წელზე მეტია გადავადგილდები ხოლმე ქალაქში. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კობი ბრაიანტი, მაგის სტილს არ გავარ ნამდვილად. სტილით ალბათ უფრო და ტრამვებით დერიკ როუზს დავემსგავსე და დერიკ როუზიც ძალიან მიყვარდა და ძალიან მეწყინა მაგანაც რომ ნაადრევად რომ დაამთავრა კარიერა. გეგმები დიდი არის, როგორც შარშან სამწუხაროდ ადრე დამსრულდა ჩვენი სეზონი, მაგრამ წელს ძალიან დიდი იმედები და გეგმებია, აუცილებლად გვინდა რომ მოვიგოთ ლიგა და იმედია ეგრეც იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ რაღაც ასაკობრივი ლიგების შემდეგ წყდება თამაში. უკვე ეზოში გამოსვლა მსგავსი აქტივობები არსებობს, თუმცა ორგანიზებული მსაჯებთან ერთად გუნდის მცნების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს კალათბურთში ეგრე მგონია და ეს ლიგა მაგაში გვეხმარება.